ომი უკრაინის წინააღმდეგ სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერები ამაში ვლადიმირ პუტინს დაეხმარებიან, რადგან ეს ომი სულ უფრო მეტ ზიანს აკანებს არა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. ასეთი მოწოდებით დღეს 25 ივლისს რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს მიმართა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა. მან პირდაპირ უთხრა ვლადიმირ პუტინს, რომ ომი მინიმუმ უნდა გაიხინოს. ცხადია, ძალიან სამწუხაროა, ბევრი ადამიანი, ახალგაზრდები იღუპებიან. ეს გენოფონდია. რუსეთისა და უკრაინის ხალხის. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, რადგან გარდა ამისა, ტოკაევმა, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ლიდერმა, საერთოდ განაცხადა, რომ ამ ომის ბუნება, ციტატა, ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის. ანუ ტოკაევი პირდაპირ ამბობს, რომ არავინ ესმის, რატომ გააჩაღე ეს ომი საერთოდ ვლადიმირ პუტინმა. ხოლო წინა ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიაკნეს. ეკატერინბურგში ურალისის მიმდებარე ვალბერესის საწოლი გადაწყებულია კასპიის ზღვაში მხოლოდ გემებამდე, რომლებიც სამხედრო თვითებს ეზიდებოდნენ ირანსა და რუსეთის ფედერაციას შორის. და კასპიის ზღვაში მხოლოდ გემებამდე, რომლებიც სამხედრო თვითებს ეზიდებოდნენ ირანსა და რუსეთის ფედერაციას შორის. აი ეს არის მნიშვნელოვანი გასაგებად. ტოკაევის მოწოდება და უკრაინის დარტყმები რუსეთზე პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. რადგან უკრაინული დრონები ტკივილს აყენებენ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მათ შეაჩერეს ნავთობის პორტის მუშაობა ნოვოროსიისკში, შავ ზღვაში, რომლის მეშვეობითაც ნავთობს ატარებს, მათ შორის ყაზახეთიც. და ამიტომ ეხლა მის ინტერესებშია მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს ვლადიმირ პუტინზე, ომის შესაჩერებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ფულს კარგავს ყაზახეთი. მოკლედ, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი. სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გაუმწერის ნიშნულისკენ. ყოველ დღე აქ ვაანალიზებთ ყველა მიმდინარე სიახლეს. ამიტომ გამოწერას ავინანებთ. ამისთვის მადლობას გეტყვით. მაშ, დავიწყებ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, რადგან მისი სიტყვები პირდაპირ ძლიერი დარტყმაა ვლადიმირ პუტინის თავხედურ სახეზე. ყაზახეთი ფორმალური მოკავშირეა რუსეთისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და მთავარი პარტნიორი ევრაზიულ კავშირში. პუტინი ოდესღაც თვითდაჯერებულად თვლიდა, რომ ყაზახეთი საერთოდ რუსეთის ვასალია და ეგრეთ წოდებული უკანაეზო. და აი ყაზახეთის პრეზიდენტი ერთობლივ ფორუმზე. კამერების წინ ფაქტობრივად ურჩევს ვლადიმირ პუტინს, რომ შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. თანაც გააკეთოს ეს სასწრაფოდ, რადგან ეს გამელოტებული იდიოტი უკვე მთელ რეგიონს აღჭობს და არა მხოლოდ საკუთარ თავს. შემდეგ მოვიყვან ტოკაევის სრულ ციტატას. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, რადგან ჩემი მტკიცე რწმენით, რაც ხდება, ეს მხოლოდ მტრის სასარგებლოდ და სიხარულისთვისაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი, ციტატა, ყოველთვის პატივისცემით ეკიდებოდა უკრაინულ ხალხს. და გაიმეორა, რომ ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის. შემდეგ ტოკაევმა თვალსაჩინო შედარება გააკეთა, ასე ვთქვათ, ახსნა თუ რატომ არ ესმის, რა არის ამ ომის ძირეული მიზეზი. მან თქვა, რომ მაგალითად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი გასაგები იყო. იქ მიზეზები ისტორიის სიღრმეში მიდიოდა და ომი ამ რეგიონის ამ ნაწილისთვის მიმდინარეობდა. ხოლო რუსეთის აგრესიის მიზეზები უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ის ამბობს, ჩემთვისაც გაუგებარია, ისევე როგორც ბევრი ადამიანისთვის მთელ რეგიონში. მოკავშირესთვის ასეთი რიტორიკა საკმაოდ მკაცრია. ფაქტობრივად ის ვლადიმირ პუტინს ეუბნება, რომ არ ესმის საერთოდ რატომ დაიწყო მან ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტოკაევი ამას პუტინს პირდაპირ ეუბნება, აცნობიერებს რა, რომ რუსეთი ახლა იმდენად სუსტია, რომ საერთოდ ვერაფერს უპასუხებს. თუნდაც ეს სიტყვები ყაზახეთის პრეზიდენტს არ აპატიან. და ყაზახსტანა не понравится. თუმცა ეს მართალია, დარწმუნებული ვარ, რომ რუსების უმეტესობამაც კი დღემდე ვერ გაიგო. საერთოდ რისთვის იყო საჭირო ეს ომი. შედეგად ტოკაევმა შესთავაზა სტამბოლის ფორმულის მეორე ვერსიას დაბრუნება დიდი სახელმწიფოების, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების გარანტიით. და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა თითქოს აჩვენა მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა ალასკაზე. ანუ აქ ტოკაევმა ცოდა დათმო, მაგრამ არსი გასაგებია, ომი უნდა შეჩერდეს. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი ხმამაღალი პოზიციის მიღმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს საკმაოდ კონკრეტული მიზეზი აქვს. და ეს სულაც არ არის ალტრუიზმით ან
უკრაინისადმი დიდი სიყვარულით განპირობებული. სამწუხაროდ არ. უკვე მარტო პუტინთან შეხვედრაც კი სირცხვილია, რა ვიცი. მე პირადად 100 მეტრშიც რო დავინახო ეგ თავი, უკვე შემზირზდებოდა. ტოკაევის ასეთი განცხადების მიზეზი სრულიად რაციონალური და პრაგმატულია. საქმე იმაშია, რომ უკრაინის დარტყმები რუსეთზე უკვე ყაზახეთის ჯიბეზეც მოქმედებს. 23 ივლისს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ შეაჩერა სატვირთო ოპერაციები კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობ ტერმინალზე ნოვოროსიისკის პორტში. ოფიციალური მიზეზია გემებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც მუშაობენ შავ ზღვაში, რადგან რუსეთს არ შეუძლია უზრუნველყოს გემების უსაფრთხოება ამ პორტში. რეალური მიზეზი კი უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხეა, რომლებმაც გასუკვირას შავი და აზოვის ზღვების საკვატორიებში 100-ზე მეტი ტანკერი დაარტყეს. ამით რუსებს სრულად ეზღუდებათ შავ ზღვაში ნებისმიერი ვაჭრობის განხორციელების შესაძლებლობა. რუსეთმა 24 ივლისს კი გლობალურად შეაჩერა ნავიგაცია შავ ზღვაში, რადგან ვერ ახერხებს უკრაინული თავდასხმების მოგერიებას. ეხლა ტანკერები უბრალოდ ეშინიათ ნოვოროსიისკში კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალის ნავმისადგომებთან მისვლის. მივიდა იქამდე, რომ დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად სთხოვა უკრაინას შეწყვიტოს დარტყმები არარუსულ გემებზე შავ ზღვაში. მას შემდეგ, რაც თავდასხმამ დააზიანა ტანკერი, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ შევრონმა იქირავა. მივიდა იქამდე, რომ ამ კვირაში კომპანია შევრონის გენერალური დირექტორი მაიკ ვირტი შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რათა განეხილათ კომპანიის აქტივების რისკები ყაზახეთში. მიზეზი გახდა უკრაინული უპილოტო აპარატების მიერ ახლახან განხორციელებული თავდასხმა 4 ტანკერზე ნოვოროსიისკის რაიონში და მათ შორის იყო ერთი გემი, რომელიც კომპანიას შევრონმა იქირავა. გახსენებთ, რომ ნოვოროსიისკი არის კასპიის მილსადენის კონსორციუმის საბოლოო წერტილი, რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტირდება ყაზახეთის ნავთობი. და ეგ კომპანია შევრონს ეკუთვნის ამ მილსადენის 15%. ასევე ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის საბადოს ტენგიზის 50%. და აი თავდასხმის შემდეგ მილსადენის მუშაობა ნაწილობრივ შეზღუდეს, რის გამოც ყაზახეთი იძულებული გახდა ნავთობის მოპოვება შეემცირებინა. უკვე შეამცირეს ნავთობის მოპოვება, რადგან არ ყოფნით სიმძლავრეები მის შესანახად. ანუ ყაზახეთის შიგნით უკვე აღარ არის ადგილი შესანახად. მილსადენი, რომელიც ნოვოროსიისკის პორტში მთავრდება, ვერ ახერხებს ასეთი რაოდენობის ნავთობის გადატანას. ამიტომ ყაზახებს იძულებული გახდნენ შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება. ამ სიტუაციაში ამერიკელები სთხოვენ უკრაინას, რომ ნოვოროსიისკზე არ დაარტყას, რათა ყაზახეთმა ომის დროსაც შეძლოს ფულის შონა. ამავდროულად ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე ზღუდავს ნავთობის მოპოვებას, რათა ნავთობის ბაზები არ გადაიტვირთოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ნავთობის გადატანა უბრალოდ არცად არის შესაძლებელი, რადგან რუსების პორტი გაჩერებულია. ანუ სურათი ასეთია. უკრაინული დრონები მწყობრიდან გამოჰყავთ რუსეთის ნავთობის პორტს, ხოლო ამისგან უკვე ყაზახეთის ეკონომიკა ზარალდება. აქედან მოდის კასიმ-ჟომართ ტოკაევის მოულოდნელი სამშვიდობო აქტიურობაც. ის მოუწოდეს პუტინს დაასრულოს ომი არა იმიტომ, რომ ძალიან უყვარს უკრაინა, არამედ იმიტომ, რომ ეს ომი უკვე მის საკუთარ ფულზე მოქმედებს. ნიშანდობლივია, როგორ რეაგირებს ამაზე კრემლი. დღეს კრემლის სპიკერმა დიმკა პისკოვმა განაცხადა, რომ კასპიის ნავთობსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, ციტირებ, არის თავდასხმა როგორც რუსეთზე, ასევე ყაზახეთზე და კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რადგან ამერიკული კომპანიებიც ამ კასპიის ნავთობსადენის კონსორციუმის აქციონერთა შორის არიან. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ალკაშმა პრეს-სპიკერმა მაშკა ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარარებულმა ძალებმა უკვე მეხუთედ დაარტყეს კასპიის ნავთობსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურას და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ დაგმოს ამის გამო უკრაინა. ანუ მოსკოვი ცდილობს ყაზახეთის ნავთობი გამოიყენოს ბერკეტად, რათა უკრაინის წინააღმდეგ ასტანას და ვაშინგტონის დააბენოს. მაგრამ ოფიციალური კიევი ამაზე მტკიცედ და პირდაპირ პასუხობს. უკრაინა თავს ესხმის რუსეთს. ის რომ ყაზახეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ თანამშრომლობენ მასთან და რომ ამავე რუსეთს არ შეუძლია თქვენთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს თქვენი და მისი პრობლემაა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. კიდევ ერთხელ ჩვენზე თავდასხმა განახორციელა გაველურებულმა რუსეთმა. ჩვენ საპასუხოდ ვუტევთ ამ გაველურებულ რუსეთს და მაქსიმალურად ზღუდავთ მის შემოსავლის ყველა შესაძლებლობას.
თუ თქვენ აგრძელებთ მასთან თანამშრომლობას, ეს თქვენი პრობლემაა. არ გსურთ, რომ უკრაინამ ნოვოროსისკი დაარტყას? დიახ, საერთოდ არ არის პრობლემა. აიძულეთ მელოთი დიქტატორი პუტინი უბრალოდ შეწყვიტოს ეს ომი და მოსჭა. და შემდეგ ისევ გააგრძელებთ ნავთობის ვაჭრობას ნოვოროსისკის გავლით. მანამდე ბოდიში, მაგრამ ჩვენ თავს ვიცავთ. ამასობაში უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ გაურეცხავი რუსეთის დაწვას. ლექს. წადით პირდაპირ ქარხანაში ყველაფერი ახლა აფეთქდება. ახლა თვეში. ჩვენი პტედ დაიწვება. დედა ძვირფასო რა ხდება? რა ხდება? ყველაზე ეფექტური შეტევა ამ ღამით 25 ივლისს იყო დარტყმა კასპიის ზღვაშიც კი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პირველად ასე შორს იმოქმედა ამ აკვატორიაში მყოფ გემებზე. ზელენსკიმ დღეს დაადასტურა, ციტატა: უკრაინა მიაღწია ძალიან კარგ შედეგებს რუსეთის გემებზე კასპიის ზღვის აკვატორიაში შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებაში. აქ ასეა, იცით, ენაზე მიტრიალებს თქვა და რა მოუვიდათ? დემილიტარიზმი. უკრაინის დემილიტარიზაცია. სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში უკრაინას საერთოდ არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა დაერტყა იქამდე. რას დაარტყეს კონკრეტულად სბუს დრონებმა კასპიის ზღვაში? პირველი იყო ნავთობის მოპოვების პლატფორმა ფილანოვსკის საბადოზე. მეორე იყო სატვირთო გემი Port Olia 2 და მშრალი ტვირთმზიდი BG. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან ორივე გემი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და გამოიყენებოდა სამხედროების გადასაყვანად ომში. მესამე რუსეთსა და ირანს შორის. ანუ ჩვენ ურტყამთ ლოგისტიკას იმავე მოსკოვი-თეირანის კავშირის, რომლის მეშვეობითაც ირანი რუსეთს აწვდის იარაღის კომპონენტებს. მესამე დარტყმის ქვეშ იყო 24-18 პროექტის სარაკეტო კატერი მოლნია, ანუ საბრძოლო გემი. და იმ სოფლიო საზოგადოება დუმს, რადგან ესმით, რომ ამ გზით უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს იცავს, არამედ მათაც. რადგან ანგრევს ლოგისტიკას ორ ტერორისტულ ქვეყანას შორის, რუსეთსა და ირანს შორის. შემდეგ არის დარტყმები ზურგში. ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამ ღამით დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტიუმეში, ლოგისტიკური ობიექტი ეკატერინბურგში და საწვავ-საფოხი მასალების სატყობი როსტოვ-დონზე. განსაკუთრებით როსტოვში სბუმ იმუშავა საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე. კერძოდ განადგურდა საზეინტო სარაკეტო კომპლექსი TOR-M2, რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი Polie-20, 1 და 2, საწყობი FPV დრონები. დრონებმა დღეს ასევე დაარტყეს ენგელსსა და ოკუპირებულ ლუგანსკს. ყველგან ხანძარია. განსაკუთრებით უნდა შევჩერდეთ ეკატერინბურგზე, რადგან ესეც სიმბოლური დათქმა იყო. 25 ივლისის დილით დრონებმა კვლავ დაარტყეს Marketplace Wildberries-ის საწყობს. ამჯერად ეკატერინბურგში, ურალის მთებს მიღმა. ადგილზე, რა თქმა უნდა, დაფიქსირდა მასშტაბური ხანძარი, ეს ფაქტობრივად სისტემური კამპანიის გაგრძელება. და უკვე ღია მონაცემების საფუძველზე შეიძლება დათვლა, რომ ერთ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს Wildberries-ის საწყობებს, რომელთა საერთო ფართობიც უკვე 802,000 კვადრატული მეტრია. ეს დღეს დაახლოებით 14%-ია Wildberries-ის Marketplace-ის მთლიანი ლოგისტიკური შესაძლებლობისა. ხოლო დაზიანებული უძრავი ქონების ღირებულება Wildberries-ის შემთხვევაში 60 მილიარდ რუბლად არის შეფასებული. და აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, რადგან რუსული პროპაგანდა ცდილობს ეს დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმად წარმოაჩინოს. თუმცა გულწრფელად რომ თქვა, საერთოდ არ მადარდებს. რუსები საერთოდ არ ევიდებიან უკრაინაზე დარტყმას და საერთოდ ამას არანაირად არ აკომენტარებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, Wildberries-ის დამფუძნებელი დოლარიანი მილიარდერი ტატიანა კიმი წერს დარტყმებზე ჩვეულებრივ ადამიანებზე. გამყიდველები რუსეთში ჩივიან სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებზე და ამბობენ, როგორ შეიძლება ასე? ეხლა ფული აღარ გვაქვს, ბიზნესი დაინგრა, როგორ ვარჩინო შვილები და ასე შემდეგ.
მაგრამ რეალობა სხვა. ეს დარტყმები ვლადიმირ პუტინის სამხედრო ეკონომიკას აზიანებს. და წინასწარ გეტყვით ასე. ზუსტად ის, რაც ყაზახეთის მისამართით თქვი, იგივე ვიტყვი ჩვეულებრივი რუსების მისამართითაც. არ გინდა დარტყმები თითქოს ჩვეულებრივ ადამიანებზე? მაშ, ჩამოაგდეთ თქვენი პუტინი და აღარ იქნება არანაირი დარტყმები. ყველაფერი დასრულდება. ხო და ასეთი მასშტაბის ლოგისტიკური ჰაბები მომარაგების კვანძები. და ვოლდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ თავდასხმული ცენტრები გამოიყენებოდა რუსული არმიისთვის დრონების კომპონენტებისა და ნავიგაციური აღჭურვილობის მიწოდებისთვის. მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს დარტყმები მიზნად ისახავს ყველა იმ პირობის შექმნას, რომლის პირობებშიც ომი გრძელდება. უკრაინისთვის ომის გაგრძელება თითოეული რუსისთვის ბევრად უფრო ძვირი დაждდება, ვიდრე ამ ომის შეჩერება. ხოლო სანამ უკრაინა რუსეთს ურტყამს, ევროპამაც დაითქო დახმარება თავისი ხაზით და ეს კრემლისთვის საკმაოდ მტკივნეულია. ევროკავშირმა სანქციების 21 პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მექანიზმი, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს კონფისკაცია და გაკიდო ნედლი, ნავთობი და სხვა საქონელი, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებიდან ამოიღეს. ანუ ეხლა ევროპული სახელმწიფოები შეძლებენ არა მხოლოდ დააკავონ ტანკერები, რომლებიც რუსეთის ნავთობს სანქციების ფასობრივი ჭერის გვერდისავლით ეზიდებიან, არამედ წაიღონ ტვირთი, ნავთობი, მარცვლეული, რაც არ უნდა იყოს იქ და გაპიდონ იგი. აქვე აღნიშნავ, რომ ევროკავშირის სამხედრო გემებს უკვე აქვთ უფლება ხმელთაშუა ზღვაში შეაჩერონ ასეთი ტანკერები. საფრანგეთმა უკვე შეაჩერა არაერთი ტანკერი, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტიდან. ახლა კი შესაძლებელია ასეთი გემის დაკავება და უბრალოდ გაყიდვა იმ ნავთობის, რაც მასზე იყო. მოკლედ რო თქვა, შეიძლება კიდევაც გამოიმუშაო იმაზე, ვითაც პუტინი ყველას მოტყუებას ცდილობდა და თავისი არალეგალური ნავთობის გაკიდვას აპირებდა. საერთოდ ეს სუპერ სიახლეა. თანაც პრეცედენტი უკვე არსებობს. დიდი ბრიტანეთი აპირებდა აუქციონზე გაეკიდა ნავთობი დაკავებული რუსული ტანკერიდან და მიღებული თანხა უკრაინისთვის გადაეცა. ეხლა ეს ხდება მთელი ევროკავშირის სისტემური ინსტრუმენტი. კრემლში ასეთ ქმედებებს ისტერიულად ნავთობის მეკობრული მეთოდებით ექსპროპრიაციას უწოდებენ, რაც თავისთავად აჩვენებს, რამდენად აზიანებს ეს მათ შემოსავალს. მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის? რას ფიქრობს კრემლი? რას უნი მოდის ამ გაველურებული ჭაობებიდან? და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ევროპიდან. 25 ივლისის დილით რუმინულმა გამანადგურებელმა F-16-მა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე ქალაქ სფინტუ გეორგეს დასავლეთით 10 კილომეტრში დუნაის დელტაში. ამის შესახებ პირადად რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუ შორდანმა განაცხადა. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა 2 დღის განმავლობაში. წინა დღეს, 24 ივლისს, რუმინულმა F-16-მა ასევე ჩამოაგდო რუსული უპილოტო აპარატი. რუმინეთი ნატოს წევრია და მან ადრე მიიღო კანონი, რომელიც უფლებას აძლევს ჩამოაგდონ უპილოტო აპარატები, რომლებიც მის ტერიტორიაზე შედიან. ნატომ გააძლიერა ამ ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, დამატებითი ადრეული გაფრთხილების სისტემების განთავსებით. საუბარია რუსულ დრონებზე, რომლებიც უკრაინის დუნაისპირეთზე თავდასხმების დროს რუმინეთის მხარეს გადადიან. ის ფაქტი, რომ ეხლა რუმინეთი მათ ჩამოაგდებს, კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ რუსეთის ომი სულ უფრო ხშირად ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიას. ეხლა მოდით შევაჯამოთ გასული დღე-ღამე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ ერთ ღამეში რუსეთის წინააღმდეგ მრავალ რეგიონში იმოქმედეს. კასპიის ზღვა ირანულ-რუსული სამხედრო ლოგისტიკის გემებით. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტიუმენში, ვაილდბერისის სათხობი ეკატერინბურგში, ურალის იქით. საჰაერო თავდაცვა და დრონების სათხობები როსტოვში. ერთ კვირაში განადგურებულია 14 გემი. რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის ლოგისტიკური სიმძლავრეების ღირებულება ყველაზე მოგზალებული შეფასებითაც კი 60 მილიარდია რუბლი. საბოლოოდ ნოვოროსიისკის პორტი გაჩერდა. და სწორედ ამიტომ დღეს ომსკში წარმოუდგენელი რამ მოხდა. ვლადიმირ პუტინის მოკავშირემ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა მას ურჩია ომი გაერღინა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დიდი სიმპათიით უკრაინის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი დარტყმებმა რუსეთის ნოვოროსიისკზე გააჩერა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტიც, რის გამოც ასტანას ნავთობის მოპოვების შემცირება მოუმოუწია. ომი, რომელსაც პუტინი აწარმოებდა და მის შედეგებს ყველას უმალავდა, ახლა უკვე მის თითქოს ყველაზე ახლო პარტნიორებსაც კი უთხრამს ჯიბეში. დაამატეთ ამას ევროკავშირი, რომელმაც დაიწყო რუსეთის ნავთობის კონფისკაცია და გაყიდო ჩრდილოვანი ტანკერებიდან და რუმინეთი, რომელიც უკვე მეორე დღეა თავის F-16-ებით დრონებს აგდებს.
და ნათელი ხდება, რომ რკალი რუსეთის გარშემო ყველა მხრიდან ერთდროულად იკუმშება. და ყველაფერი იწყება ჩვენი უკრაინელი დრონების ოპერატორებიდან, რომლებიც ყოველ ღამე სულ უფრო შორს აღწევენ. ეხლა უკვე კასპიამდე და ურალამდე. აქ მრავალ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ძარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.